მეგობრებო, სადილეროში ვართ ახლა მოსულები. უნდა გადავიღოთ შემდეგი ვიდეო გაჩვენოთ, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაქშერი ავტომობილი უნდა გაჩვენოთ. სადილეროა, სადაც ყველა ავტომობილი სერტიფიცირებულია, გარანტიაზე იყიდება და ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ჩვენი ტელეგრამი, იმიტომ რომ უფრო მეტი мотиваცია გვეძლევა, რომ თქვენგან არის დაინტერესება. ვინც არის ჩვენ ვართ კომპანია Carmoveri, ლოჯისტიკური კომპანია, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან. მე თვითონ ამერიკაში ვიმყოფები და მუშაობ შუამავლების გარეშე, ლიცენზირებული დილერები ვართ ამერიკაში, უამრავ ქართულსაც ვეხმარებით აქ რომ შეიძრონ ავტომობილები და ამ ვიდეოებში ვცდილობთ რომ სწორად გაჩვენოთ თუ რა ხდება ამერიკაში და როგორი ავტომობილი უნდა შეიძინოთ, რომ არ დაუშვათ შეცდომა, დაზოგოთ ფინანსები, დაზოგოთ ნერვები და დრო. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ავტომობილის ფასი დავიწყოთ ამით, ამერიკაში დამოკიდებულია ავტომობილის მარკაზე და მოდელზე. შემდეგ ავტომობილს აქვს დაახლოებით 5 კომპლექტაცია და კომპლექტაციის მიხედვით ხდება ფასების დიაპაზონის განსაზღვრა. ეს არის ქარხნულად განსაზღვრული არის შიდა ბიზნესის კუთხით, მარკეტინგულად თუ რა ფასას უნდა გაიყიდოს ეს ავტომობილი. ანუ ესე აწესებენ თვითონ ბრენდები. შემდეგ უკვე მოდის ის საკითხი, თუ რამდენი აქვს გარბენი, რამდენი ხანი არის გამოყვანილი ცენტრიდან, როგორ უტარდებოდა სერვისები, რა მდგომარეობაში არის ვიზუალურად, ქონდა თუ არა დაზიანება, ქონდა თუ არა რაიმე ქარხნული დეფექტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შესაბამისად ფასი განისაზღვრება აქედან გამომდინარე. რა თქმა უნდა, იმის ესე ვთქვათ ლოგიკას, რომ საქართველოში რა ღირს ის ავტომობილა, შემდეგ ამერიკაში და რა დაგვიჯდება, საკმაოდ მარტივია. შეგიძლიათ აიღოთ მაგალითად კონკრეტული ავტომობილი, განსაზღვროთ რა ჯდება ტრანსპორტირება, რა ჯდება გაბაჟება და შემდეგ უკვე მიხვდებით თუ რა ფასი შეგიძლიათ ამერიკაში გადაიხადოთ ამ ავტომობილში. ანუ საკმაოდ მარტივი არის. თუ დაგჭირდებათ აი ესეთი კალკულაციები, შეგიძლიათ მომწეროთ, ჩაგიგდებთ PDF ფაილს და თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა დაგიჯდება ავტომობილი. ასევე გავაკეთეთ ძალიან მაგარი საიტი, რომელზეც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ თუ რა ფასებში იყიდება ავტომობილები ამერიკაში. ტრანსპორტირების კალკულატორიც იქ გქონდეს, გაბაჟებისა თქვენ თვითონვე დაითვალოთ და თუ თქვა დაინტერესდებით შემდეგ ჩვენი სერვისით მოგწეროთ და შესაბამისად დაგეხმარებით რომ ჩამოგაყვანინოთ ავტომობილები, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ შუამავლების გარეშე. მე თვითონ ამერიკაში ვიმყოფები, ჩემი გუნდი და ასევე ყავს საკმაოდ მაგარი გუნდი საქართველოში. გადავიდეთ მოდით Range Rover-ებზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს არის Range Rover Velari 2020 წლიანი, საკმაოდ მაღალი კომპლექტაცია არის, ნახეთ რა კარგად გამოიყურება, კარგი ფერით, ლინზებით, დისკებით, რა თქმა უნდა, ტყავის სალონი და ასე შემდეგ და დაახლოებით საქართველოსამდე ესეთი ავტომობილები შეიძლება დაგიჯდეთ კომპლექტაციას და გარბეს გააჩნია $23,000 სრულად დაუზიანებლები. კოპარზე ეს ავტომობილები იყიდება დაახლოებით კარგ მდგომარეობაში $15,000-დან $18,000-მდე, საქართველოს ჯდება $20,000 პლუს დაკეთება და ჯდება იგივე, რაც მაგალითად დაჯდებოდა დაუზიანებელი ავტომობილი. Lexus RX-ებს რაც შეეხება არის ბენზინი და ჰიბრიდის ძრავებზე, ასევე არის წინა გამწეები ბენზინზე და შესაბამისად არის კომპლექტაციები. კომპლექტაციის მიხედვით ეს ავტომობილები იყიდება და ბენზინის და ჰიბრიდის მიხედვით დაახლოებით $42,000-დან $50,000-მდე გააჩნია კომპლექტაციას და ასევე ჰიბრიდში და ბენზინში არის სხვადასხვა კომპლექტაციები. ამიტომ ამასაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება. თუ ვთქვათ აი ეს მოდელი დაჟინებით გინდათ, შეგიძლიათ წინა გამწე დაახლოებით იყიდოთ დაუზიანებელი $37,000 და დაზიანებული შეგიძლიათ იყიდოთ $20,000-დან $25,000 ფარგლებში. ავტომობილებზე, რომლებიც აი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მაღალი კლასის ავტომობილებია, Porsche Taycanები, Panamerები და ასე შემდეგ. ამის ფასები არის სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ძალიან რთულია, რომ პირდაპირ ფასებზე ილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კომპლექტაციაზე, ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და რაც უფრო ძვირი არის ავტომობილის, ესე ვთქვათ, მოვლა და რაც უფრო ძვირია ავტომობილის ძრავი და გადაცემათა კოლოფი, მით უფრო მაღალი გარბენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენ თავზე რო იღებთ რისკს და ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე ამ რისკებზე, ავტომობილი უფრო იაფია, ვიდრე, ვთქვათ, შეიძლება ღირდეს $100,000 ცენტრში და შესაბამისად, როცა მაღალი გარბენი აქვს ავტომობილს და რისკები აქვს ცოტა მაღალი, შესაბამისად შეიძლება იყიდოთ დაახლოებით $100,000-იანი ავტომობილი $40,000-ში. მეგობრებო, გადავწყვიტე რომ აი ესეთი ფორმატი გავაკეთო.
ყველა, ну, დაახლოებით აქ მდგომი ავტომობილების ყველა ავტომობილის განხილვას ვერ მოახერხებ, მაგრამ მარკისა და მოდელის მიხედვით გეტყვით თუ დაახლოებით პლუს-მინუს კომპლექტაციის მიხედვით რა ჯდება ეს ავტომობილები. დავიწყოთ ძალიან მაგარი სედანები, ეს არის Bentley, ეს არის მე-7 სერია, მაღალი კლასის, ეს არის S კლასი და ესეც Bentley. დამიწერეთ კომენტარებში 1-დან 3-მდე, რომელს მიანიჭებთ პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ Bentley არის მაღალი კლასი, სტატუსი და კომფორტი, BMW მაღალი კლასი, ტექნოლოგია და ასევე სტატუსი და შემდეგ უკვე არის S კლასი. შეიძლება დამიწეროთ ახლა, რომ S კლასიაო ძალიან მაგარია, მაგრამ მე პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, მივლია ორივე ავტომობილზე და ვიცი რა როგორ არის და რანაირად გამომიყენებია ეს ავტომობილები, ამიტომ ნუ შემედავებით, ეს ჩემი აზრი არის და თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი დაწეროთ და ამის გამო სხვა ადამიანს რაღაცა შეურაცხყოფელი ტექსტით გამოსვლა უბრალოდ სირცხვილი არის. გადავიდეთ ახლა Porsche-ები, Porsche, ახალი Porsche-ს ყიდვას Macan-ს და Taycan-ს არ გიჩვევთ, იმიტომ რომ კოლოსალური თანხებია ცენტრში. გამოსული ავტომობილი ცენტრიდან დაახლოებით 2 კვირაში ვარდება $20,000-25,000 ფასი, რადგან ესე თქვა ჰაიპი არის, ქმნიან ესე ვთქვათ, ვითომ ავტომობილების სიმწირი არის, არა და გაუჩერებლად მუშაობს Porsche-ს ქარხანა და შესაბამისად არანაირი სიმწირი არის, უბრალოდ ფასის მაღლა დაჭერის გამო იძახიან რომ რიგებია და ეს საქართველოში შესახება ძალიან ბევრი ცენტრში ხარ დავასახელებ. ეხლა ვნახოთ ყველაზე მაგარი ჯიპები, უკომენტაროთ, ჩავყვეთ Bentley, Bentayga, სხვა კომპლექტაციები, ნახეთ რა მაგარი ორი ფერი აქვს, ეს არის ჭაობისფერი და მაღლა მატოვი, ფირი არის დაკრული, Audi Q8, Audi, BMW XM Competition X6, X5, ეს არის 2024-იანი მოდელები, X5 და ესეც XM. ძალიან მაგარი ავტომობილები არის, ამათი ფასი როგორც იცით იწყება დაახლოებით 80,000-დან და ადის 200 და 300,000-ზე Bentley-ს გულისხმობ. XM იყიდება დაახლოებით, ნახეთ რა მაგარი ფერი არის, ეს ავტომობილი იყიდება დაახლოებით $90,000 ფარგლებში დაუზიანებელი. დაზიანებული შეგიძლიათ უკვე $55,000-ში შეიძინოთ, გააჩნია უკვე ამასაც კომპლექტაცია, რა ვიცი, იდეალური ავტომობილები არის და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ავტომობილი ჩაიყრება. მეგობრებო, როგორც ვიცით, X7-ები და X5-ები ძალიან მაგრად იყიდება საქართველოში, ასევე მე-5 სერიები და აუცილებლად უნდა მეჩვენებინა თქვენთვის. აი ესეთი ძალიან მაგარი X7-ები არის ახალ ფარებზე, რომლის ფასებიც $55,000-დან იწყება, გააჩნია კომპლექტაციას. სხვა კომპლექტაციები არის Nardo Grey, ერთ-ერთი მაგარი, ესე ვთქვათ, ფერი არის, რომელიც მომწონს და ეს 4 და 4-ებში უფრო ხშირი არის ვიდრე 3 და 0-ებში. ესეც შავი, ნუ არის M პაკეტები, ეს არ არის M პაკეტი და შესაბამისად ლაზერ ფარებზე X5, Distronic-ით, head-up-ით, 2020 წლიანია და ამის ღირებულება 80,000 მაილზე არის $31,000. GLS-ებს ბევრი კითხულობდა და საკმაოდ მაგარი ავტომობილები არის. ნუ ფასის შესაბამისი ღირს, კომფორტულები და ვიც Mercedes-ის მოყვარულები ხართ, ვფიქრობ, რომ კარგი, ესე ვთქვათ, კარგი არჩევანი არის. გადავიდეთ, ეს არის X5 2024 წლიანი, ეს არის X4, M პაკეტი, 3.0 ძრავით მაღალი კომპლექტაცია, Audi Q5-ები, Audi-ებში ასევე არის, ესე ვთქვათ, ძირითადად აფასებენ SQ line-ებს, მაგის დაბლა უკვე Audi ფიქრობ, რომ უნდა იყიდო ან მაღალი კომპლექტაცია, ან საერთოდ არ უნდა იყიდო. კვადრო სისტემა აქვს, დინამიურია, სპორტულია, 2.0 ძრავებით არის და ასევე არის 3.0 ძრავებით. Range Rover-ები, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მაღალი კლასის ავტომობილია თავის საფასო პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ არც ერთი ავტომობილი მას, ესე ვთქვათ, ახლოს ვერ მივა და შესაბამისად ეხლა ვნახოთ Range Rover-ი შავზე, ეს ავტომობილი ღირს $140,000, ეს არის უმაღლესი კომპლექტაცია, ესე ვთქვათ, 4 და 4 ძრავით. სხვადასხვა ფერში არის, სხვადასხვა კომპლექტაციაში და შესაბამისად, ესე ვთქვათ, დაინტერესების შემდეგ შეგიძლიათ მოგწეროთ. ესეთი ავტომობილის ყიდვა შეიძლება დაახლოებით 100 პრაბეგით, დაახლოებით ჩვენ ვიყიდეთ, გაჩვენეთ ახლა ფოტოებში $74,000-ად, 2023 წლიანი, გარბენი აქვს დაახლოებით 75,000. როცა გინდა რომ რაღაცა შეღავათ გაიკეთეს ფასში, რაღაცებს თმობ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ Range Rover-ი უნდა იყიდოთ დაზიანებული, რადგან არის სისულელე და თუ Range Rover-ის ნახა გაქვს, ვფიქრობ, რომ ჯობია ცოტა დაამატო და იყიდო დაუზიანებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პრობლემებს გამოიწვევს.
ავტომობილი ექსპლუატაციაში დაზიანებული და შესაბამისად ასევე ნაწილებიც ძალიან ძვირი ღირს. სედანები ისევ ეს კლასები მაიბახიც ყავს, ძალიან მაგარი, შავი შავზე, მაღალი, კომპლექტაციაზე საუბარი აღარ მაქვს, როგორი ლინზოვანი ფარები აქვს, მეორე მაიბახი ოქროსფერი, ესე ძალიან მაგარი წინა კუზავი არის, ღამის ხედვით არის, დისტრონიკი და ასე შემდეგ, კომენტარი არ სჭირდება. Audi Quattro, ფიქრობ რომ Audi უფრო თან სპორტულიც არის, თან კომფორტულიც არის. ეს როები არის ეს ავტომობილები და რა ვიცი, ძალიან მაგარი ავტომობილები. ნახეთ მეგობრებო, რა მაგარი X3 გამოვიდა 2025 წელს. უამრავი ადამიანი ყიდულობს უკვე, როგორი ესე ვთქვათ, წინა ბამპერი უყენია, ვიზუალი არის ძალიან ლამაზი, პარკინგებით, ფაფარებით მოხდენილი, ცოტა დაკარგა სიუხეშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისდევენ ტექნოლოგიებს და შესაბამისად ძალიან მაგარი ავტომობილი არის და აქ ყავს კიდე Porsche, ესე ვთქვათ, ელექტრო Porsche, რომელსაც გაჩვენებთ ძალიან Porsche Macan-ი ელექტროავტომობილი 2024 წელს გამოვიდა, როგორც ვიცი. ესე ვთქვათ, ეს არის 2025 წლიანი მოდელი. ძალიან მაგარი ავტომობილია, უმაღლესი კომპლექტაციაშია Porsche-ს ხარისხი და თუ ელექტროავტომობილებით ხარ დაინტერესებული, საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვს Tesla-ს გარდა, რა თქმა უნდა Tesla-ზე ძვირი ღირს, მაგრამ ეს ავტომობილი თუ მოუვლით, ერთ-ერთი ხარისხიანი, ასევე Audi-ს ყავს და შესაბამისად არ არის ძალიან ძვირი Audi-ს ელექტროავტომობილები. მაგრამ ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო. ნახეთ როგორი ფარები აქვს, ძალიან ლამაზი უკანა მხარე, ვიზუალშიც არის ძალიან ლამაზი, ნახეთ როგორ გამოიყურება. შევეცდები რომ გაჩვენოთ და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მაგარი ავტომობილია, მეორადია ფასებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ და გამოგიგზავნით ფასებს, მაგრამ ეს Porsche ელექტრო დაახლოებით როგორც ვიცი ღირს $70,000. Porsche Macan-ი GTC ძალიან მაგარი ავტომობილია, კომენტარს არ გავაკეთებ, სპორტული, დინამიური, ნახეთ უბრალოდ როგორ გამოიყურება. ბოდიში 2023 წლიანი არის ეს ავტომობილი, მაღალ კომპლექტაციაზე, დისკებში, სატორმუზე ხუნდებში, წითელი სატორმუზე ხუნდები აქვს და ნახეთ როგორ გამოიყურება, შევეცდები ვიზუალი აღქმადი იყოს და არის ძალიან მაგარი ავტომობილი. დაახლოებით ამ ავტომობილის ფასი არის $60,000-$65,000 და მეგობრებო, ისე და ისე G კლასები, აქ ვიდეოები რო ჩავწერე, ერთ-ერთი G კლასი ჩვენ ვიყიდეთ, AMG 2021 წლიანი, სხვადასხვა G კლასები დგას აქ ვერ ვაძრავით, AMG არ არიან ესენი 2023 წლიანები, შესაბამისად ნორმალური ფასები ღირს. თუ G კლასის ყიდვა გინდათ და ესე ვთქვათ, აუცილებლად G კლასი უნდა ყავდეთ 2014-15 წლიანი დაახლოებით დაუზიანებელი დაგიჯდებათ $40,000-$45,000 ფარგლებში AMG 63. შეგიძლიათ შემდეგ გადააწყოთ, საჭე შეცვალოთ, სალონი შეცვალოთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რაც შეეხება Raptor-ებს, ერთი Raptor-ი იყო აქ უკვე გაიყიდა, მე როგორც ვიცი ეგვიპტელებმა იყიდეს და გაკეთდა ექსპორტი, ვინც არ იცით, მხოლოდ საქართველოს ესე ვთქვათ, არ იწერს ამერიკიდან ავტომობილებს, იწერს მთლიანი აფრიკა, აფრიკული ქვეყნები, განვითარებადი, ასევე იწერს აზია, ჩინეთიც კი იწერს ბელარუსია, ბალკანეთის ქვეყნები, იწერს გერმანია, იწერს პოლონეთი და რა ვიცი, აზიაზე, ყირგიზეთზე, ყაზახებზე და ასე შემდეგ, ჩვენი გავლით რო ყიდულობენ, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ. Ford Raptor-ი, ეს არის მაღალი კომპლექტაცია, ნახეთ როგორ გამოიყურება. ძალიან ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ყიდულობ Toyota Tundra TRD Pro-ს და Tacoma TRD Pro-ს, რომელიც მაღალი კომპლექტაცია დამეთანხმებით და ესე ვთქვათ, Raptor-თან და ესე ვთქვათ, Ram TRX-თან შეიძლება ვერ მიდის ახლო, მაგრამ ერთ-ერთი მაგარი ავტომობილებია და კონკურენტები არის. ეს არის Chevrolet-ი, მაღალი კომპლექტაცია, ეს Ford Raptor-ი დაახლოებით 3-დან 2 ძრავით არის, გაბაჟება ძვირი არ ჯდება, გაძლიერებული, ადაპტირებული სისტემით და მაღალი ტექნოლოგიებით. დაახლოებით ამ ავტომობილის ფასი აქ არის ესე ვთქვათ $95,000. კადილაკებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მაღალი კლასის ესე ვთქვათ, ბიზნეს კლასის ავტომობილები არის დიზელები, 5 და 7 ძრავით ბენზინებიც არის. ძალიან მაგარი ავტომობილებია და ესე ვთქვათ, თუ ხართ ესეთი ავტომობილებით დაინტერესებული,
შეგიძლიათ მოგმართოთ, ესე ვთქვათ, შეგვიძლია ამერიკაშიც გიყიდოთ და ასევე შეგვიძლია, ესე ვთქვათ, გიყიდოთ და გამოგიზავნოთ საქართველოში. ნუ სასწაული ავტომობილები არის, სწრაფი, დინამიური, უხეში, ამერიკულ სტილშია და ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, როგორც გითხარით, ერთ-ერთი მაღალი კლასის ავტომობილი არის თავის ფასში და კლასში. Eli video, მარტივად მომეწოდებინა სათქმელი, ანუ ამ ვიდეოთი მინდოდა მეთქვა, რომ სადილეროები, რომლებიც სრულად განსხვავდება იმ სადილეროებიდან, რომლებიც კოპარზე და იაზე ყიდიან, ეს უნდა გამოვრიცხოთ, ხაზი გადაუსვათ. შემდეგ არის უკვე, რომ ეს სადილეროები არის სერტიფიცირებული და პირდაპირ მეორადი ავტომობილის ლიცენზიები აქვს და ყიდულობენ და ყიდიან ავტომობილებს, აკეთებენ გარანტიით. დაუზიანებელი ავტომობილები არის უმეტესობა და შესაბამისად საახშიათ ვარდება ისეთი ავტომობილები, რომლებიც საქართველოსთვის გასაყიდა თუ დასატოვა თუ ასე შემდეგ არის იდეალური ვარიანტი და შესაბამისად თანამშრომლობთ ძალიან ბევრ ესეთ სადილეროსთან დაახლოებით 300 სადილერო ყავს ჩვენს კომუნიტიში, რომელთანაც უგზავნით ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად ყიდულობთ ავტომობილებს. არ დაგავიწყოთ Telegram არხის გამოწერა, არ დაგავიწყოთ ჩვენი TikTok-ის და ასევე Telegram-ის გამოწერა და ასევე დავამატეთ Viber-ი, სადაც უკვე აუქციონის ავტომობილები გაფილტრულები დაახლოებითი ფასით საქართველომდე დაიდება, შემოწმებულები და ასევე Viber არხზე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, ნახოთ და თუ დაგაინტერესდებათ, შეგიძლიათ ეს ვარიანტები უკვე შემოწმებულია, გაფილტრულია, ყველა ტექნიკური მონაცემები, რეპორტი აღებულია და შეგიძლიათ პირდაპირ იყიდოთ. ამიტომ გამოიწერეთ Telegram-ით და Viber-ით.